სრულიად შემთხვევით ქუჩაში გავიგეთ, რომ თურმე აუქციონზე გამოუტანიათ სამონადირეო მეურნეობისთვის 13.202 ჰექტარი. გვიბარებენ პროკურატურაში და გვეუბნებიან, რომ ჩვენ თურმე მივისაკუთრეთ თაღლითურად ეს ნაკვეთები სატყეო დეპარტამენტმა წერილით მიმართა პროკურატურას. ვიყავ ჩვენ ხნარად, შვიდად, ამდენი წეს საუკუნეზე მეტია ჩვენი ხმა კაც არ გაუგეთ, აისმეთი. ესე მოდია და კიდე გითითები რაღაცა. ბაღდადის მოსახლეობას დღეს არა აქვს საშუალება დაისვენოს კურორტში. თუ ამოვა დალევს ხას და უკან წავა. ჩემი წინაპარი 1900 საარქივო ჩანაწერი აქვს, სადაც დაფიქსირებულია, რომ 1900 წლიდან არის. ეს მიწები ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, არ არის როგორც მატერიალური ქონება და ასე შემდეგ, ეს არის ჩვენი ისტორია და ამის გარდაქმნის იძლება ჩვენ არ გვაქვს. ესე ვარ გაზრდილები და ესე გვწავს. აპროტესტებს საირმის სამონადირეო მეურნეობას და ერთი კაცისგან მიტაცებას 13.202 ჰექტარი თხის. დაახლოებით საუკუნეზე მეტი ცხოვრობთ ჩვენი წინაპრები დასახდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კურორტის საირმე როგორც კურორტად არის, საერთოდ არ იყო, არც გზა იყო. ჩვენი წინაპრები იყვნენ მემთაბარეები, მესაქონლეობას ეწეოდნენ და ეს ტრადიცია დღესაც შემონახული გვაქვს ჩვენ და ვაგრძელებთ. ამ მიწებზე ანუ პრეტენზია არავის არ ქონია ჩვენ კერებზე. 40-იანი წლებიდან ჩემი წინაპარი იყო დარეგისტრირებული კომლად 70-იან წლებამდე 60-იანი წლებიდან დენის აბონენტი ვარ და კომუნალურებს ვიხდით 2020 წელს შევიტანეთ განაცხადეთ ხელით დავწერეთ საბუთი რომ ქაღალდი განცხადება რომ ჩვენ გსურდა მამაბისეული მიწის კანონის ფარგლებში მოქცევა თვითონ მოიძიეს ყველა დოკუმენტაცია აბსოლუტურად დაგვირეგისტრეს მოგვივიდა შეტყობინება რომ დარეგისტრირდა აქედან ცოტა ხანშია რამოდენიმე ოჯახია ლაპარაკი ძირძველი ოჯახები ერთ-ერთ ჩვენთაგანთან მივიდა კურორტის სამსახურის უფროს კონკრეტულად ფარგაჩეჩილაძე და ეუბნება ესეთ რაღაცას სოსელიას, გელა სოსელიას დაათმეთ თქვენი მამაბისეული მიწა არის დაინტერესებული კურორტის ზემოდან თემურ კოხოძე განაცხადა ვარი ახლობით ერთ 20 დღეში იბარებს ბაღდადის მერი კახა ემოთიძე იგივე სოსელიას და იგივე წინადადები დაჩმეთ ტერიტორია თემური კოხოძე არის დაინტერესებული თქვენი მიწით ეს მიწები ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს არ არის როგორც მატერიალური ქონება და ასე შემდეგ ეს არის ჩვენი ისტორია და ამის გარდაქმნის იძლება ჩვენ არ გვაქვს ისე ვარ გაზრდილები და ესე გვწავს დაახლოებით ერთ თვეში ალბათ თვენახევარში პროკურატურა იბარებს ადგილობრივებს მოწმის სახით რომ მიწების გაფორმების თემაზე და მოწმის სახის მივდივართ და გამოდივართ იქიდან ბრალდებულები 6-დან 9 წლამდე თითქოს გავაყალბეთ საბუთი საჯარო რეესტრის შევიყვანეთ შეცდომაში და დავირეგისტრირეთ სახელმწიფო მიწები მოტყუებით მივიდაცეთ რა თაღლითებად გამოგვაცხადეს მივიდანეთ შესაბამისი კისებულებები რომ ჩვენ იმ მიწაზე ვიყავით და არავინ არ მოგვიჭყუებია და 2021 წელს არ ჩამოვარდნილი ვართ ციდას ამონაწერები სკომლად რო ვიყავით საარქივო მონაწერები რომელიც არის ჩვენი წინაპარი ჩამოსული 2005-6 წლის ორთოფოტო დავდებით რომ იქ ობეს ჩანს სახლის და დამხმარე ნაგებობების იქ საქონლის სადგომი და ესე შემდეგ ყველანაირი კისებულება წარმოადგინეთ და ანუ სასამართლო გამამტყუნებელს ვერ გამოვიდა ერთ ვარიანტში აქედან გამომდინარე მიდის გადადება სასამართლო პროცესის 4 წელია წელავენ მივდივართ დაგვიბარებენ რო ჩაინიშნა ამადამ რომ სასამართლო მივალთ სიას ამოიკითხავენ სახელმწიფოებს ყველა ხართ ყველა ვარ გადადებულია სასამართლო პროკურატურას ვერ მოყავს მოწმე რამოდენიმეჯერ და 4 წელი მიმდინარეობს ეს პროცესი დაუსრულებლივ დაყადაღებული გვაქვს ავისეულ მიწები და ბდებენ ბრალს ამ ყველაფერს ჩვენ ვაკავშირებთ კურორტის მეპატრონესთან თემურ კოხოძესთან 2020 წელს თემურ კოხოძის კომპანიამ მოითხოვა სახელმწიფოდან სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია. გამოვიტანეს ისე რომ ჩვენ საფისხურში არ ვიყავით. როდესაც სამონადირეო მეურნეობა კეთდება, ადგილობრივ ანუ ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ადგილობრივ მოსახლეობასთან
სეთახვებით და მათი ჩართულობით. არც გაგვარებიეს ისე ჩატარდა აუქციონი 2020 წელს და კოხოძეს მოუგო სხვა. შემოვიდა აუქციონს და მოუგო სხვა. თემურ კოხოძემ გამოუშვა ადგილობრივებთან ხალხი, ყოვა ადგილობრივებიდან დახმარებას. რომ პროცესში მოგვეხმარე, რო თქვენ ხართ წინააღმდეგი. და როგორც მესამე მხარე, ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთო სასამართლო პროცესში. იმ პერიოდში მთელი სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში არ გაჩენილა ეჭვის სახელმწიფო და რომ ჩვენ იქ თაღლითები ვიყავით და მიტაცებული ქონდა მოტყუებით მიწა. ჩვენ მთელი სასამართლო პროცესი გაიარა ისე რომ კოხოძე სასარგებლოდ გამთავრდა და სასამართლო პროცესი გაუხდა ლიცენზია და პრეტენზია არ ქონდათ. ეს სასამართლო პროცესი როგორც კი დამთავრდა, მერე მოგვიტრიალდნენ ჩვენ. სრულიად შემთხვევით ქუჩაში გავიგეთ, რომ თორმე აუქციონზე გამოუტანიათ სამონადირეო მეურნეობისთვის 13202 ჰექტარი. აქ გადაიფარა უამრავი ადამიანის მამაპაპისეული მიწები, რომელიც გაფორმების პროცესში იყო და აუქციონის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე მოუვიდა ხალხს უარები. აი 2 წელი განხილვაში იყო რაღაც ინსტანციები გაიარა, აი გაღიარებით კომისია და ასე შემდეგ და ერთი კვირით ადრე მოუვიდა უარები ხალხს და ერთ კვირაში ჩატარდა სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია გაიყიდა. ჩვენ მოვიპოვეთ სამოვითხოვე საბუთები და არის ბაღდათის მერიაში შედგენილი ოქნი, სადაც წერია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა 26 ადამიანის სახელი, გვარები, პირადი ნომრები და ტელეფონდესავრები წერია. ამ ოქში წერია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იღებდა საჯარო განხილვაში მონაწილეობას და მაყოფილია ყველა პრეტენზია არავის არ აქვსო. ეს გვარები არც ერთი სახელი და გვარი კურორტში ცხოვრება კი არა, აი არანაირი კავშირი კურორტთან არა აქვს. 30-40 კილომეტრის მოსილებით ცხოვრობენ კურორტიდან. აქედან გამომდინარე ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, რომ დაირღვა ჩვენი უფლებები და კანონდარღვევით არის ლიცენზია მოპოვებული. ვის გაუქმებასაც ჩვენ ვითხოვთ აუცილებლად მთელი ცხოვრება რომ მიუძღვნათ ამას, არ გავჩერდებით სიცოცხლის ფასად თქვენ ამ ტერიტორიებს შევინარჩუნებთ. ამ 13202 ჰექტარს. ეს ტყე უნდა იყოს ყველასი, არა ერთი ადამიანის, ერთ ადამიანს არ უნდა ქონდეს ამ ხელა ტერიტორიის გასაღები. ყველანაირად ეს ადამიანი ცდილობს ადგილობრივებს შეგვიზღუდოს აქ არსებობა, რომ ჩვენ დავტოვოთ ეს ტერიტორიები წავიდეთ. იგივე ცხენით გადაადგილების ეს არის სახელმწიფო გზა ახლა. აქ ვარ თანაბარუფლებიანი მესზე კურორტის, მაგრამ კურორტის ცხენი აქ გადაადგილდება, ადგილობრივებს მისვლის აქ ცხენით გადაადგილებას. სიტყვით ეს ადამიანი აცხადებს ყველგან რომ პრობლემა არ აქვს ამ პიეს არავის ადგილობრივს არ შეეზღუდება, მაგრამ აი ფიცინცავს ბოლოვაკვირებს საქმით ყველას ზღუდავს ყველაფერში აბსოლუტურად ჩვენ სახლამდე მისასვლელ გზებზე უკენიათ ფოტოხაფანგები და გვიკონტროლებენ ვინ შევა, ვინ გამოვა, რამდენი სტუმარი მოვა ჩვენთან და რამდენი სტუმარი წამოვა. ჩემი ტერიტორია არის ალყაში სამონადირეო მეურნეობაში, ესე იგი აი ღობიდან, აი როგორც ჭიშკრიდან გადავდივარ, უკვე სამონადირეო მეურნეობაში ხდები. არც ბილიკია გამოყოფილი, არც საზღვრებია, აი კიდევ ჩემს ღობესთან მოდის სამონადირეო მეურნეობა. ამ ბილიკებს, რომელიც მარტო ჩვენ სახთან მიმოვალი გზა არის, სადმე სხვა, ანუ არ არის რაღაცა ტრანზიტული გზა, რაღაც სხვაგან მივა, ჩვენ სახთან მიდის და ჩიხი არის. აი ეს ბილიკები დაგვიკამერეს. და გვაკონტროლებენ, გადაჭარბებული მიხურადების უფლება, ვიცი რომ არა აქვს, მაგრამ ლიცენზია გაცემულია სამონადირეო მეურნეობის მოწყობისთვის და იმას თავის წესდება აქვს. წერია და ამბობენ, რომ აი გადაადგილება არ შეიზღუდება, ტრადიციულ საქმიანობაში ხელი არ შეეშლება, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი არის იქ. ჩვენ ფაქტიურად ცხოვრობთ ტყეში. ტყეში ვართ რა, ეხლა მე სახლამდე რომ მივიდეს ადამიანი 2 კილომეტრი ტყეში უნდა იაროს და მისი ფაქტურად ყოველდღიური აქსესორი, ან როცა საქონელს ერთი ადგილიდან მიდენის მეორე ადგილზე მიყავს, მისი აუცილებელი ატრიბუტი არის იარაღი, უნდა კონდეს მხარზე, რა ტყეში მოძრაობს, ნადირია უამრავი და თავდაცვის მიზნით. ყოველთვის უნდა შეუთანხმდეს ადმინისტრაციას და ფაქტიურად მის ნებაზია დამოკიდებული გამიშვებს თუ არ გამიშვებს. ანუ როცა უნდა შეუთანხმდე, ეს ხო ნიშნავს, რომ
აი გადაწყვეტს გამიშვას თუ არ გამიშვას. ხო ამას ნიშნავს ნებართვის შეკითხვა, თორე ხო არ იქნებოდა ეს პუნქტი ჩადებული. რახან ესე აგორებულია თუ ესეთი პროტესტი არის გამოხატული სიტყვიერად პირდებიან რომ არანაირ შეზღუდვა არ იქნება, მაგრამ ფაქტია რომ გაწერილი იმ წესდებაში ესე არ არის. ამას ვაპროტესტებთ რა ეხლა ვერ შევეგუებით პირველ რიგში არ მოხდა ჩვენი ინფორმირება ამ ყველაფრის მერე როცა ჩვენი პატარა წვლილიც კი გვაქვს შეტანილი წინა სამონადირო მეურნეობის გაუქმებაში ამის შემდეგ ესე ამხელა პრობლემები წარმოგვიქმნა სახელმწიფომ სრულად უსაფუძვლოდ ჩვენ რომ დავიწყეთ ამის გაპროტესტება ესე პროტესტი აშკარად რო გამოვთქვით ამის შემდეგ მოხდა ჩვენი შეხვედრა რომელიც ფაქტიურად იყო მარტო შეხვედრის ანუ იქვე დავაფიქსირეთ რომ შეხვედრა თუ უნდა მომხდარიყო მანამდე უკვე გაცემულია აუქციონით ლიცენზია და ეხა იყო რომ თითქოს ეხლა უნდა ვიმეგობროთ ჩვენ როგორღაც გამოგზავნოთ საერთო ენა და იმდენი უსიამოვნო ფაქტები იყო ამ ურთიერთობის რომ ჩვენ მეგობრობა არასდროს არ დაგვინახავთ პირიქით იქიდან უფრო ბრალდებებია და თითქოს ეს ბრაკონიერები არიან სახელიც კი შეუცვალეს ამ ლიცენზია გაცემულია სამონადირო მეურნეობის მოსაწყობად ეხა რეკრეაციული ფერმა ესე დაარქვეს მე ერთი ზუსტად რაც შემიძლია გითხრათ რომ ჩვენ არ გავჩერდებით მანამ სანამ ამ უსამართლობას არ დავამარცხებთ სანამ არ აღდგება სამართლიანობა გვაქვს კომუნიკაცია და მოთხოვნები რაც იქნებოდა მანამდე სანამ ეს ლიცენზია გაიცემოდა რა პირობებსაც ჩვენ დავაყენებდით, რასაც მოვითხოვდით, იმას ვითხოვთ ახლაც. ჩვენი ახირება არ არის, ჩვენ არ ვითხოვთ საკუთრებაში არაფერს, ანუ ამ ტერიტორიებს, ამ სამონადირო მეურნეობის ტერიტორიებზე საუბარი. ჩვენ გვინდა რომ ყველა იყოს თანაბარ უფლებიანი ამ ტერიტორიაზე, ყველას გადაადგილება შეიძლება. სხვას არაფერს არ ვითხოვთ. თვითონაც აკეთონ, კარგი საქმე, ჩვენს გავაკეთებთ. და სანამ ამ საქმეს ბოლომდე არ მივიყვანთ, მანამდე ჩვენ პროტესტს არ შევწყვეტ. ეს ხალხი ყველა არის ღირსეული ხალხი, ამათ ღირსება არის პირველ ადგილზე დგას და არავინ არ შეეგუება თაღლითის სახელს და მერე ნაპატიები თაღლითობის რაღაც ეს რა შემოთავაზებას. ეს პრობლემა, რასაც ჩვენ შევეჩეხეთ, ეს უსამართლობა არ არის მარტო ჩვენი პრობლემა და ლოკალური რა ადგილობრივი პრობლემა. ეს არის ისეთი პრობლემა, რომელიც თუ ესე დასრულდა როგორც მათ უნდათ, ეს იქნება გადამდები და სხვაგანაც შეიძლება მოხდეს ასეთი ხდება კი ხო არის ადგილები სადაც ესეთი მსგავსი დაახლოებით მსგავსი პრობლემები არის და თუ სოლიდარობა არ იქნება ანუ ამ უსამართლობასთან ბრძოლაში თუ არ ვიქნებით ერთმანეთის სოლიდარულები მაშინ ისინი მოახერხებენ ამ ყველაფრის გატანა რაც მერე გადამდები იქნება აუცილებლად დადებით შედეგს მოიტანს სხვაგანაც თუ ამ ბრძოლას მივიყვანთ ბოლომდე გამარჯვებით რისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია სოლიდარობა და გვერდით დგომა სხვა მაინც ადგილობრივების არა სხვების ახლომდებარე სოფლებზეც არის საუბარი და არა მარტო ეს პრობლემა ბაღდადს ცდება და ამიტომ ყველას მოუწოდებთ გამოიჩინონ სოლიდარობა ამ უსამართლობასთან ბრძოლაში დაგვიდგნენ გვერდით 13202 ჰექტარი არის რა ვიცი უზარმაზარი ტერიტორია არის არ დარჩა ნეიტრალური სახელმწიფო მიწა რომელიც ანუ ყველა ვიქნებით თანაბარუფლებიანი ეხა უკვე ის განაგებს ვინ გაივლის სად გაივლის დააყენა ტრაფარეტები რომ თევზაობა აკრძალულია კურორტის ადმინისტრაციასთან შეუთანხმებლობის გარეშე აი თევზის დაჭერა არ შეიძლება ეხა ანკესით თუ არ შეუთანხმდი კურორტს და ცენსასროლი იარაღით გადაადგილება აკრძალულია ცენსასროლი იარაღი სამადირო თოფი და ფერმა და საქონელი ეს არის განუყოფელი ნაწილია გამორიცხული ანუ ამას ვერ დააცალკავებ როდესაც ტყეში შენ მესაქონლეობას ეწევი აუცილებლად უნდა გქონდეს თოფი თავდაცვის მიზნით უამრავი მკაცებელია მგელია და თქვენ და ასე შემდეგ და ჩვენ უნდა შეუთანხმდეთ კოხოძეს კომპანიას ეხა მე ეს მამაპაპისეური მიწაზე რომელიც საუკუნეზე მეტი აქვს რომ თოფით შევიდე გადავადგილე თუ რა ვქნა ადამიანი რასაც აკეთებს თავისთვის ჩვენი ჯიბისთვის არავის არაფერი არ გაუკეთებია და არც არავინ არაფერს არ თხოვს რომ გავიკეთე ხელი არ უნდა შეგვიშალოთ თორე
გაკეთება არაფერი არ უნდა, ჩვენ თქვენ გავაკეთებ ჩვენი თავისას რაც გვინდა. არ შეგვიშალოს ხელი. ეს კურორტი არ არის რაღაც ბუნების საგანი, ეს არის სამკურნალო წყლები, აქ აი ადამიანი დაავადებული მოდის სამკურნალოს. ბაღდადის მოსახლეობას დღეს არ აქვს საშუალება დაისვენოს კურორტში. თუ ამოვა დალევს ხალხს და უკან წავა. ადრეც კოხოძემდე ხო მოდიოდა ადამიანი და აქ შესაძლებლო ან მიუწვდებოდა ხელი ისეთი გადასახადი იყო. და ამ კაცის მოსვლის შემდეგ ბაღდათლებისთვის ეს ხელმიუწვდომელია. ერთი ნომერი რო აიღო ეხა ორ ადამიანზე ყველაზე იაფიანი 400 ლარს აღემატება. ერთი ადამიანის თვიურ პენსიაზე მეტი არის. გამიგე? ხო და ანუ ორკვირიან კურს ადამიანი ვერანაირად ბაღდათელი ვერ ჩაიტარებს. ხო და თუ არის ეს რემონტი, აი გასაგებია, კარგია, მაგრამ ესეც ცუდი არის, რომ ადგილობრივი, ანუ ეს უკვე ბუნების საგნად გადაიქცა. ეხლა შევეხები კიდე ერთ ადგილს არის ალპური საძოვარი, გძელგორი ქვია, ვანის ტერიტორიებია, მაგრამ აი აქედან საირმე არის, იქედან ვანი არის. ამ ალპური სარგებლობს ვანის ათეულობით სოფლები 1400 ჰექტარი მან აიღო კოხოძემ სათხილამურო კურორტის მოსაწყობად. ისე რომ რამოდენიმე ათეულობით სოფელი სარგებლობს და იქ ფერმებია და არც ერთთან არ შეათანხმა. მათი ფერმები, მიწები, ხოხები ყველა წაიღო, მოაქცია, აი გადაფარა სათხილამურო კურორტი. 1400 ჰექტარზეა ლაპარაკი. მაგრამ ყველაზე საგანგაშო ის არის ეს 1400 ჰექტარში ის წელიწადში იხდის 1000 ლარს. ჩვენ გლეხმა ხალხმა მესაქონლეებმა იგივე ტერიტორია რო ავიღოთ საძოვრად კვადრატში გადაგვახტევიებს მერია 35 ლარს და 1400 ჰექტარზე მოგვიწევს 48000 ლარზე მეტი და ის 1000 ლარს იხდის. ეს ტერიტორიები ყველაზე უბედურება ის არის 1400 ჰექტარიდან ალპური საძოვარი კერძო საკუთრებაშია. ანუ პირდაპირი წესით იყიდა, როდესაც წერია კანონში, რომ ალპურის გაყიდვა სახელმწიფოს ალპური საძოვრის გაყიდვის უფლება პირდაპირი წესით არ აქვს. მან იყიდა, რა მოხდა ვერ გეტყვი ახლა. მაგრამ იყიდა. ეს ადამიანი ცდილობს ყველასთვის ხელის შეშლას. ანუ მარტო უნდა იყოს და აი ტროქში ადამიანი რო არ ყავდეს არავინ, არც მეზობელი, რავი, რამოდენიმე საჩივრები დაწერა, კერძოდ ჩემზე, მამა ჩემზე და ადგილობრივ მოსახლეობაზე აი წერს, აი არ წინდება რა, გვიჩივის და გვიჩივის, ხანრაზე, თვითონაც არის ის რაზედაც გვიჩივის და კომპანიის პოზიციის გასაგებად დაუკავშირდით თემურ კოხოძის წარმომადგენელს. პიარის სამსახურმა უარი განაცხადა ვიდეო ინტერვიუზე, თუმცა ჩვენს კითხვებს წერილობით უპასუხა. პირველი კითხვა ლიცენზიის გაცემის პროცესში მოსახლეობის ჩართულობას უკავშირდებოდა. ჩვენ მოვიპოვეთ სამოვითხოვე საბუთები და არის ბაღდათის მერიაში შედგენილი ოქმი, სადაც წერია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა 26 ადამიანის სახელი, გვარები, პირადი ნომრები და ტელეფონის ნომრები წერია. ამ წერია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა იღებდა საჯარო განხილვაში მონაწილეობას და მაყოფილია ყველა პრეტენზია არავის არ აქვსო. ეს გვარები არც ერთი სახელი და გვარი კურორტში ცხოვრება კი არა, აი არანაირი კავშირი კურორტთან არ აქვს. 30-40 კილომეტრის მოსილებით ცხოვრობენ კურორტიდან. აღნიშნულ ტერიტორიაზე ლიცენზიის განკარგვის მიზნით 2024 წლის ივლისში გაიმართა საჯარო განხილვა, რის შესახებაც გამოქვეყნებული იყო ინფორმაცია და მოწვევა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. კოხოძის წარმომადგენელს კითხეთ 2021 წელს გაუქმებულ ლიცენზიასთან დაკავშირებითაც. რაც შეეხება 2021 წელს გაცემული ლიცენზიის გაუქმების ფაქტს, სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ იქნა დადგენილი კანონდარღვევები. ამ ლიცენზიის გაცემის დროს კი კანონმდებლობის ყველა მოთხოვნა იყო დაცული. სიუჟეტში ადგილობრივები საუბრობენ, როგორ ერღვევათ პირადი სივრცე კომპანიის მიერ დამონტაჟებული კამერებით, ეგრეთ წოდებული ფოტოხაფანგებით. ჩვენ სახლამდე მისასვლელზე უყენიათ ფოტოხაფანგები და გვიკონტროლებენ ვინ შევა, ვინ გამოვა, რამდენი სტუმარი მოვა ჩვენთან და რამდენი სტუმარი წამოვა. კომპანიას აქვს ვალდებულება 1 წლის ვადაში ტყეში დაამონტაჟოს არანაკლებ 40 ფოტოხაფანგი. ამჟამად უშუალოდ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე არის დამონტაჟებული 25 ფოტოხაფანგი, რომლის მთავარი ფუნქცია ცხოველების მონიტორინგი, ტყის დაცვა და ბრაკონიერობის აღმოფხვრა. აპელირება ტყეში თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და თვალთვალზე, მით უმეტეს შემდგომ რაიმე ტიპის შევიწროების ფაქტებზე მიზანმიმართული სიცრუეა.
მოსახლეობა ასევე აღნიშნავს, რომ ამ ლიცენზიით ეზღუდებათ წოდომა საძოვრებზე, ბუნებრივ რესურსებზე. ასევე ხელს უშლის ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას. რამოდენიმე ათეულობით სოფელი სარგებლობს და იქ ფერმებია და არც ერთთან არ შეატაყვა. მათ ფერმები, მიწები, ხოხები ყველა წაიღო, მოაქცია, აი გადაფარა სათხილამურო კურორტი. 1400 ჰექტარზეა ლაპარაკი. საირმეს რეკრეაციული ფერმის ტერიტორიაზე არანაირი შეზღუდვა საძოვრებზე ფაქტობრივადაც არ არსებობს. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ტყით სარგებლობის შესაძლებლობა ადგილობრივ მოსახლეობას არ შეეზღუდება და ისინი ტერიტორიაზე კანონით დაშვებულ ნებისმიერ საქმიანობას შეუფერხებლად გააგრძელებენ. აღნიშნულისგან განსხვავებული ნებისმიერი ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და მიზნად ისახავს ინვესტორის რეპუტაციის შელახვას და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას.